BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. არის BMG Auto, რომელიც ხარდაჭერილია Tegeta Holding-ის მიერ. გადავხედოთ გასული კვირის მთავარ ამბებს. Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Jim Farley-მ განაცხადა, რომ ელექტრომობილების ამერიკული ბაზარი უახლოეს მომავალში განახევრდება. ასეთი მძიმე პროგნოზის მიზეზად ის ტრამპის ხელისუფლების მიერ $7,500 სახელმწიფო სუბსიდიის შეწყვეტას ასახელებს, როგორც Farley განმარტავს წლების განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიას კონკურენტუნარიანობას სწორედ ფედერალური მხარდაჭერა უნარჩუნებდა. Ford-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი შიშობს, რომ მომხმარებლები კვლავ ჰიბრიდულ ან ტრადიციულ ტრანსპორტს დაუბრუნდებიან. Farley ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრომობილების ამერიკული ბიზნესი სწორედ სახელმწიფოს ხელშეწყობამ განავითარა და მისი განმარტებით კომპანიამ ყურადღება ისეთი პროდუქტების გამოშვებაზე უნდა გადაიტანოს, რომელთა წარმოება გაცილებით იაფი დაждდება და მომხმარებლებისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი იქნება. სხვათა შორის Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ კვირაში კიდევ ერთი ამბით დაამახსოვრა თავი საქმიან საზოგადოებას. მან თავისი 17 წლის ვაჟზე მოყვა თუ როგორ დაასაქმა ის შემდუღებლად, რადგან მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იქნება. Jim Farley შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებს ახალი კვლევები, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების ავტობაზარზე ახალი ავტომობილების ნაცვლად მომხმარებლები სულ უფრო მეტად ირჩევენ მეორად ელექტრომობილებს. მიზეზი მარტივია, ფასის ხელმისაწვდომობა. ახალ ელექტრომობილებთან შედარებით მეორადი ვარიანტები საშუალოდ 20-30%-ით იაფია, რაც მათ უფრო ფართო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ასევე მეორადი ელექტრომობილების ბაზარის ზრდას ხელს უწყობს ბატარეის გაუმჯობესებული ხარისხი, რადგან ბოლო წლებში გამოშვებული ელექტრომობილებს უფრო გამძლე ბატარეები აქვთ, ამიტომ მომხმარებლებს აღარ აშინებთ მეორადი ელექტრომობილების ყიდვა. მეორად ბაზარზე ყველაზე სწრაფად იყიდება ისეთი პოპულარული მოდელები, როგორებიცაა Tesla Model 3, გაყიდვების უდაო ფავორიტი, ხელმისაწვდომი ფასის გამო Chevrolet Bolt EV, ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პრაქტიკული არჩევანი ქალაქისთვის, Nissan Leaf, პირველი მასობრივი EV, რომელმაც ინარჩუნებს მინდა გითხრათ მოთხოვნას, Ford Mustang Mach-E სპორტული ხასიათი და SUV-ის კომფორტი მას სასურველ ვარიანტად აქცევს. ხო, Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზით მომდევნო 18 თვეში ამერიკული ავტომწარმოებლის Liquid Group-ის გაყიდვები 211%-ით გაიზრდება. ამავე პროგნოზით Liquid-ის გაყიდვები 2025 წელს 61%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს კიდევ 93%-ით. ასეთი პროგნოზი ძირითადად ახალი SUV მოდელის Liquid Gravity-ის გაყიდვებზეა დაფუძნებული, მიუხედავად იმისა, რომ Air Sedan-მა Liquid-ის პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში ადგილი მოუპოვა, კონკურენციის გაძლიერებამ გაყიდვები 2024 წელს მნიშვნელოვნად შეანელა. სურათი შეიცვალა Gravity SUV-ის გამოშვების შემდეგ. ეს მოდელი Liquid შეიყვანს შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარზე SUV-ის სეგმენტში. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი მოდელის დამატება Liquid საშუალებას მისცემს ყოველი კვარტლის გაყიდვები სტაბილურად გაზარდოს, როგორც კი წარმოების სირთულეებს გადალახავს. გასულ კვირაში პოზიტიური ამბები ჰქონდა უკვე ბრიტანულ ავტომწარმოებელს კიბერშეტევით გამოწვეული ერთთვიანი შატდაუნის და შეფერხების შემდეგ Jaguar Land Rover-მა წარმოების აღდგენის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. როგორც ცნობილია, თვის დასაწყისში დაწყებული პრობლემა აღმოფხვრილია, კომპანია წარმოებას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ JLR-ის შეფერხებამ ზუსტად 1 თვე გასტანა. შეფერხების და ფინანსური ზარალის ფონზე ბრიტანეთის მთავრობა Jaguar Land Rover-ს $1.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის, ეს არის $2 მილიარდი სესხის გარანტიით დაეხმარება, რათა კომპანიას მიეწოდოს მხარდაჭერა მისი ქსელის აღდგენისთვის. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.